ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი და ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხანაში ზემო იმერეთული ინდუსტრიის გასაცნობად დაგეგმილი სპეციალური ტური ჟურნალისტებისათვის. რა ინფორმაციას გაიტანს 20-ზე მეტი მედია საშუალება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოდან, მედიატურის სპეციალურად მეოთხე ხელისუფლებისთვის. სააღდგომო საჩუქარი ადგილობრივებს ზესტაფონი ბაღდადის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში უნდა დამთავრდეს. აქცია სტადიონიდან მუნიციპალიტეტის გამგეობამდე გულშემატკივრები ზესტაფონის გადარჩენას ითხოვენ. პლანეტის მიმართ გამოჩენილი თანადგომა და სოლიდარობა მსოფლიოს გლობალურ აქციას მე-6 საჯარო სკოლის დედამიწის საათი. მედიატურის სპეციალურად ქვეყნის მეოთხე ხელისუფლებისთვის დღე მეორე ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატიდან ქვეყნის 20-ზე მეტი ელექტრონული და ბეჭდვითი საშუალების რეპორტიორთა ჯგუფი ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხანაში ინაცვლებს. საწარმოს ტექნოლოგიური პროცესების, მუშა-მოსამსახურეთა სოციალური და გარემო პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების გასაცნობად დაგეგმილი ტურის ფარგლებში ჟურნალისტთა ქარხნული ვოიაჟი ჯორჯიან მანგანეზის დირექტორის ვასილ გერეგას სამუშაო კაბინეტიდან დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით ქარხნის განვითარების 80-წლიანი ისტორიის, მისი ტექნიკური განახლებისა და საწარმო ციკლის სრულყოფის თაობაზე მოკლე ექსკურსის შემდეგ მედიატურის მთავარი გიდის ფუნქცია შეითავსა. პირველი პროექტი, რომელიც მედია საშუალებების წარმომადგენლებს ვასილ გერეგამ გააცნო, სოციალური ხასიათის იყო. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს განახლებული და თანამედროვე ტიპის სადილოები, მრავალფეროვანი მენიუთი და სპეციალური მაღაზიები მუშა-მოსამსახურეთათვის, სადაც მათთვის განსაკუთრებული ფასები და შეღავათები მოქმედებს. ქართული ფეროშენადნობის მიღების პროცესის გაცნობა კი უშუალოდ პირველი საამქროდან დაიწყო, სადაც რთულ და უწყვეტ საწარმოო რიტმში სამი ღუმელია ჩართული. დაინტერესდა ჩვენი წარმოებით, ჩვენი რეგიონით, ჩვენი რაიონით და შესაბამისად წარმოებით, რამე თუ როგორ შრომობს ადამიანები, რომ პროდუქცია იქნება, შესაბამისად გადატვირთვები ხდება, შესაბამისად ბიუჯეტში ფული შემოდის და ჩვენ ქვეყანაში ხდება და ჩვენს რეგიონში ხდება. დნობის საინტერესო პროცესს ჟურნალისტებთან ერთად ერჯოლის მუნიციპალიტეტის ეწრის საჯარო სკოლის უფროს კლასელებიც აკვირდებოდნენ, რომლებიც საწარმოში ექსკურსიით იმყოფებოდნენ. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ენახათ თავის თვალით როგორ ხდებოდათ ამის გადადნობა და ინტერესით შეყურებენ ძალიან და მე დავეხმარე და წამოვიყვანე ბავშვები, ვთხოვეთ რომ სულიყავით და ძალიან დიდი ინტერესი მქონდა რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა, რადგან სკოლის პროგრამით სწავლობდით ამ ყველაფერს. ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ამ ყველაფერმა ჩემში და ალბათ დიდი ხნის განმავლობაში გამყვება ეს ყველაფერი. მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები თანმიმდევრობით გაეცნენ საწარმოს გაზგამწმენდის მუშაობის პრინციპებს, წიდის გადამამუშავებელი სეპარატორის ფუნქციონირებასა და მის ხარჯზე მიღებულ ეკონომიკურ ეფექტს, მოусმინეს ღუმელების რეაბილიტაციის თემებს, იყვნენ მეოთხე საამქროშიც. Впервые посетила завод в Зестафоне. პირველად ვარ ზესტაფონის ქარხანაში, ჩვენ გავეცანით წარმოების პროცესებს, ძალიან მომეწონა რაც დღეს აქ ხდება. ქარხნის დირექტორმა აგვიხსნა სიტუაცია ქარხანაში, გვესაუბრა პრობლემებზე, ხანდახან არის კითხვები, რომელიც გადაწყვეტა სწრაფად ითხოვს. ზოგი პრობლემა კი ისეთია, რომლის მოსაგვარებლადაც დროა საჭირო. როგორც დირექტორმა განაცხადა, დღეისთვის ქარხანაში გაცილებით მეტი მუშაა, ვიდრე ეს საჭიროა, მაგრამ კომპანია, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, არ იღებს გადაწყვეტილებას კადრების შემცირების თაობაზე და მათ სხვა პროექტებში რთავენ. ეს არის ის, რაც კომპანიაში მოვისმინეთ და ეს ძალიან კარგია. Ответственность перед населением региона, то есть в случае сокращения кадров оно переводит их просто в другие проекты, не выгоняя. Но это то, что мы сегодня услышали о компании. Медиатура ყოველთვის არის სასარგებლო არა მარტო მედია საშუალებებისთვის, არამედ ფართო მასებისთვის, მკითხველისთვის. მოკლედ დაახლოებით 20 ჟურნალისტი ინფორმაციას გაიტანს სფეროშენადნობთა ქარხნიდან თუ რა პროცესები მიმდინარეობს, როგორი აქვს საერთოდ სიტუაცია. ბუნებრივია იქ სადაც ხდება რაიმე წარმოება, ეს გამოწვეულია იმით, რომ საჭიროება. ანუ ვიდრე ვერ გამოვრიცხავთ ჩვენ მოხმარებას, მანამდე წარმოება სულ იქნება. წარმოება იქნება ეკოლოგიური პრობლემებიც.
ბუნებრივია რომ აქ ყველაფერი იდეალურ დონეზე არ არის. ისევე როგორც ყველა ინდუსტრიულ პუნქტში, აქაც არის ეკოლოგიური პრობლემები. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მეორე მხარეც, რომ როდესაც წარმოება თლიანში და პროდუქტის ქვეყნის თლიანში და პროდუქტის 17%-ს აწარმოებს, იქ შეიძლება ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ზოგჯერ თვალის დახვეჭა მოგვიწვიოს. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჟურნალისტებს გააცნეს, ახლახანს ექსპლუატაციაში გაშვებული ქვესადგური მინიფერუა, რომლის მეშვეობითაც ვარცხიქესის მიერ გამომუშავებული ენერგიის ტრანზიტი კომპანიას გაცილებით ნაკლები უჯდება, ვიდრე ეს მანამდე ენერგოპრო ჯორჯიასთან ურთიერთობის დროს იყო. ქარხნის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ყველა პროექტი, რომელიც სერიოზული ინვესტიციების შედეგად განხორციელდა, აუცილებლად მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს, როგორც საწარმოში დასაქმებული ადამიანებისათვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. Застафонский завод Пересплав это ფეროშენადნელთა ქარხანა ყველაზე დიდი ქარხანაა საქართველოში. მოცემული მომენტისთვის აქ 1900 ადამიანია დასაქმებული. საშუალო ხელფასი დაახლოებით 900 ლარია. ეს ქარხანა რომ არ მუშაობდეს, იმერეთი გაცილებით უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. საქართველოსთვის კი ეს 17-18% ექსპორტია. Для Грузии это 17-18% ВВП. მედიატური ჟურნალისტებისათვის ჯორჯიან მანგანეზის პიარ დეპარტამენტმა დაგეგმა, რომელიც ცდილობს ამ ფორმით ხელი შეუწყოს მართებული და ობიექტური ინფორმაციის ტირაჟირებას ქარხნის საკითხებთან დაკავშირებით. კითხვები იყო დაგროვილი, ბევრი ასე ვთქვათ არასწორი ინფორმაციის წყალობით, სტერეოტიპული ასე ვთქვათ წარმოდგენა იყო მედიაში, რომ აქ ყველაფერი ცუდად არის, აქ ყველაფერი ასე ვთქვათ ექსპლუატაციის და ასე შემდეგ, როგორც ხშირად მედიაში წარმოჩენა ამ გზით ასაქმებენ ადამიანები. თავის თვალით დარწმუნდნენ, რომ ბევრად უკეთესი გარემო არის, უსაფრთხოების ნორმები დაცული არის, ტექნოლოგიური ცვლილებები მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიური მოსალოდნელი ცვლილებებიც მნიშვნელოვანი არის და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი ასე ვთქვათ არასწორი ინფორმაციის გაცემა და არამართებული ინფორმაციის გაცემა აღარ მოხდება ქართული მედიით. თუ რა თქმა უნდა დამატებითი კითხვები გაუჩნდება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ რომ გავცეთ ნებისმიერ დროს პასუხი. ორდღიანი მედიატური ჯორჯიან მანგანეზის შვილობილ ორგანიზაცია კლინიკა ფერომეტში სტუმრობითა და იქ არსებული სიტუაციის გაცნობით დასრულდა. სკავს პრეცედენტს ჯორჯიან მანგანეზის პიარ დეპარტამენტის მხრიდან ადგილი გასულ წელსაც ჰქონდა. იმ განსხვავებით, როცა ჯორჯიან ამერიკან ელოისში შემავალი ორი ინდუსტრიული ცენტრის პოტენციალი ჟურნალისტებმა ერთ დღეში გაიცნეს. ზესტაფონი ბაღდადის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ასფალტ-ბეტონის საფარი 5 კილომეტრიან მონაკვეთზე იგება. აღნიშნულ პერიმეტრზე ამავე დროს გაკეთდება მდინარე ყვირილაზე არსებული ხიდის სავალი ნაწილი. შეიღებება მოაჯირები, გარემონტება ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედანი, ავტოპავილიონები, მოეწყობა საგზაო ნიშნები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 1.652.000 ლარის ფარგლებში ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ და სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უკვე ადრეული გაზაფხულიდან შეუდგა სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამჟამად მონიტორინგის მიზნით მიმყოფებით იმერეთის რეგიონში, სადაც მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 40 მილიონ ლარზე მეტი სამუშაოები ჩატარდება ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებზე. ამჟამად ვართ ზესტაფონი ბაღდათის მიმართულებით, სადაც 5 კილომეტრიან მონაკვეთს უტარდება რეაბილიტაცია. აქ მთლიანად შეიცვლება ასფალტის საფარი და ეს იქნება უმოკლესი დამაკავშირებელი გზა ზესტაფონსა და ბაღდათსა, ასევე ვანს შორის. სამუშაოები მაქსიმუმ აპრილის 12 რიცხვამდე სააღდგომისათვის დასრულდება და მისი სამუშაოს ღირებულება 1.600.000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ასრულებს შპს არნაბი 21 დაფინანსებას ახორციელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გზას, მართლაც დამაკავშირებელია და ძალიან დიდი საჩუქარია მათთვის, ვინც ამ გზაზე მოძრაობს, როგორც სოფლის მოსახლეობა, ასე ბაღდათისკენ მოძრავი მგზავრები. და ეს გზას მშენებლობა დასრულდება დაახლოებით 10 დღეში, ანუ აღდგომისთვის ჩაბარებული იქნება და
დედამიწის საათი 28 მარტს გამართულ მასშტაბურ აქციას ზესტაფონის მე-6 სკოლაც შეუერთდა. გლობალური აქციის ფარგლებში მსოფლიოს ასობით ქვეყანაში 1 საათით ითიშება ელექტროგანათება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებსა და შენობებში. სოლიდარობის გამოსახატავად მე-6 სკოლელები სიმბოლურად შეუერთდნენ აქციას და 1 საათით გამორთეს ელექტროენერგია სკოლის შენობაში. ჩვენ ვართ ზესტაფონის მე-6 საჯარო სკოლა და ვუერთდებით მსოფლიო აქციას, რომელსაც ქვია დედამიწის საათი და ჩვენ რაღაც წვლილს შევიტანთ აქ. ვიცით რომ მსოფლიოში ყოველი წლის მარტის ბოლოს შაბათს იმართება აქცია, რომელსაც ქვია დედამიწის საათი და ჩვენც ამ აქციას მე-6 სკოლის სახელით ვუერთდებით და კარგი იქნება თუ 1 საათით მაინც დავზოგავთ ელექტროენერგიას. ვწევი აქციას დედამიწის საათი, რომელმაც სტარტი 2007 წელს აიღო ქალაქ სიდნეიში და 35-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა 1 წლის შემდეგ. დედამიწის საათი პირველად ავსტრალიაში ჩატარდა 2007 წელს სიდნეის მცხოვრებლებმა კომპანიებში და სამთავრობო უწყებებში 1 საათით გამორთეს ელექტროენერგია და პლანეტის მიმართ თანადგომა გამოხატეს. საქართველოში დედამიწის საათი 2010 წლიდან აღინიშნება. მოვითხოვთ სახელმწიფოს თანადგომას, გადავარჩინოთ ფეხბურთი ზესტაფონში. ასეთი იყო ის ძირითადი მოთხოვნები, რომელიც დღეს საფეხბურთო კლუბი ზესტაფონის კომაგებმა და მესვეურებმა საპროტესტო მსვლელობაზე გააჟღერეს. მსგავსი ტრანსპალანტებით შეძახილებით დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თავმოყრილმა რამდენიმე ათეულობით ფანმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსკენ აიღო გეზი და ჯერ კიდევ მოუგვარებელ იურიდიულ საკითხებზე ცარიელ ხაზინასა და გუნდის ყოფნა არ ყოფნის საკითხზე გააკეთა აქცენტი. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიმდინარე, ასე ვთქვათ, კონსულტაციების შედეგად მივედით გარკვეულ თანხამდე, ბიუჯეტში გარკვეული თანხები გათვალისწინებულიცაა 300.000 ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობისა და 200.000 ლარი თავად გუნდის ასპარეზობისათვის მაისის ბოლომდე. ეს თანხები გათვალისწინებულია, თუმცა ფორმა აქამდე ვერ მოინახა და დიდი კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო ის, რომ მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა მოგვარდეს მსგავსი სიტუაცია კერძო კლუბსა და სახელმწიფო შორის ურთიერთობებში, აგერ სამტრედიის საფეხბურთო კლუბმა მოგვცა, იმ ხალხმა გარკვეულ კონსულტაციას გაგვიწია, თავის საქმიანობის გამოცდილებას გაგვიზია და იმ ხალხმა ძალიან მარტივად კერძო კლუბმა მოახერხა მუნიციპალიტეტმა ის, რომ ეს თანხები გამოყოფილიყო საკმაოდ სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს პოპულარიზაციაში ფეხბურთის, მასობრივ ფეხბურთის განვითარებაში, ჭაბუკთა ფეხბურთის განვითარებაში ის მუნიციპალიტეტი და ჩვენც მოლოდინი გვაქვს, რომ ახლა მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე ზესტაფონიც საქართველოს ნაწილია და ეს გამოცდილება სამტრედიული ჩვენს გამოგვადგება. ჩვენი მიზანი ისაა ეს, რომ ზესტაფონი გადაარჩეს, ანუ საფრთხე ემუქნება ჩვენ ქალაქს, რომ ფეხბურთი ქალაქში ფეხბურთი შეწყდეს, ან ჩვენ ამას არ დავუშვით არანაირად და ყველა ავსტრალს რომ დაგვეხმაროს. ქალაქის ცენტრალური ქუჩის გავლის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გამგეობის შენობასთან გადაინაცვლეს და შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციებზე კლუბის პრობლემატიკა განიხილეს. სპექტრთან საუბრისას ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლების განმარტებით ზესტაფონის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთავრობასთან. თავარი პრობლემა არის, გამოც დღეს ჩვენ მოვედით აქ არის ის, რომ ჩვენ გვითხრეს წინა საკრებულოს ხდომაზე, რომ რახან კერძო კლუბია, ამიტომ არის რაღაც იურიდიული ნიუანსები. ამ დროს დაახლოებით 3 დღის წინათ აღმოვაჩინეთ, რომ საფეხბურთო კლუბის სამტრედიაც არის კერძო კლუბი, მაგრამ 2 მილიონი გამოუყო სახელმწიფომდან. მოვალი, ჩვენი ათვლის წერტილია, რომ გუნდმა უნდა იარსებოს ზესტაფონში. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა დიდი ტრადიციების და მართლა სასახელო იყო. ჩვენი როცა ზესტაფონის სახელი სასახელოდ გაიტანეს ევროპის სარბიელზე. ნუ ნახოთ რა იქნება. მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე უკვე 2 დღეა თბილისში იმყოფებიან, დღეს აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მთავრობასთან და იმედი მაქვს, რომ დადებითად გადაწყდებათ ეს პატარა ბავშვები ქუჩაში არ დაგვრჩებიან. მუნიციპალიტეტი საწყობნას გამოთქვამს ამის დაფინანსებასთან დაკავშირებით, უბრალოდ მიმდინარეობს მოლაპარაკებები იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. შევჯერდებით ამ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ საათ ვართ ყველანაირად გადავარჩინოთ ეს ფეხბურთი და როგორ მოგვარდება საფეხბურთო კლუბის ფინანსური პრობლემები და ჩატარდება თუ არა საშინაო მატჩი რუსთავის მეტალურგთან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.